მოგესალმებით. ამჟამად ვისაუბრებ საკითხზე, თუ რა არის მიზანი ადამიანის შექმნისა. რისთვისაც უნდა განვიხილოთ, თუ როგორ ხდება სამყაროს მიერ შეფასება იმ ცნებებისა, რაზედაც არის დამყარებული ადამიანთა ბედისწერა და კლიმატი. ამ სამუშაოს ჩასატარებლად კი პირველ ყოვლისა საჭიროა წარმოდგენილი იქნას ის პროცესი, თუ როგორ ხდება ადამიანში სიტყვიერ თვისობრივ მატერიალურ გარდაქმნათა განუყოფელი ერთობლიობა, რომლის ფონზედაც დედამიწის კლიმატისა და სამყაროს რეაგირების განსაზღვრაც არის შესაძლებელი. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს, რომ არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი და თავად ადგილი კი ხალხებზე თავსტეხილი უბედურების თანაზიარია. მაშასადამე დავიწყოთ სიტყვიერ თვისობრივი გარდაქმნის განხილვით. ანუ ამ ცნებების არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ მოკლა და პატივი ეცი მშობლებს შესრულება არ შესრულებით, როგორ ვღებულობთ გრძნობებს, სიყვარულის, ერთგულების, პატიოსნების, სინდისის, სიკეთისას და ასევე მათ საწინააღმდეგოსაც. ყოველივე ამის ასახსნელად კი უნდა მოვიშველიოთ წიგნ სიბნეს სიმართლე წარმოდგენილი ცოდნა სამყაროს თავისებურებების შესახებ და გაცნობოთ, რომ მატერიალური სამყარო უსახო ნივთიერებებისაგან იქნა შექმნილი. რაც შესრულდა ამ ნივთიერების 10 თანაბარ, მაგრამ სხვადასხვა წილობრივი შემადგენლობით დაყოფის ნიადაგზე. ამ ნაწილთა შესახებ კი გეტყოდით იმას, რომ ადამიანური თვალთახედვისათვის მხოლოდ ერთი ნაწილია ხილული და 9 ნაწილი კი უხილავი. ხილული ნაწილი კი თავის მხრივად 12 წილობრივ მხარედ არის დაყოფილი. თანახმად კანონისა. 12 ნაწილად არის დაყოფილი წუთი სოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია და დარჩენილია მეათედის მეორე ნახევარი. როგორც ხედავთ, ეს ცნობა ამოწმებს სულიერი 10 წილისა და მატერიალური 12 წილის არსებობასაც და მათ შორის განუყოფელ კავშირ ურთიერთობას. ყურადღება უნდა გავამახვილო 12 წილობრივი მხარის დაყოფაზე, რომლის ბოლო დანაწევრებაც 154 ნაწილად არის წარმოდგენილი. და რაც საფუძვლად ექნა დადებული საკალცობრიო გენეტიკის პროგრამის შექმნას, რისი მიხედვითაც გენური ნაყოფის მიღება შესაძლებელი ხდება 1000 გენეტიკური თაობის გავლის შედეგად. მოკლედ დავიწყებ ჯერ სიტყვებიდან ქმედებებისა და გრძნობების მიღების ახსნით. სარომლისო საჭიროებაც მოითხოვს ცნებების დარღვევის განხილვას. არ იცრუო. თუ კი ადამიანი იცრუებს 154,000 ჯერ, მას უკვე უნვითარდება თაღლითური ქმედების უნარი და ჩაებეჭდება გენურ კოდში. არ იქურდო. 154,000 თაღლითური ქმედება აღმოაცენებს ქურდობის უნარს და ჩაბეჭდავს გენურ კოდში. არ იმრუშო. 154,000 ქურდობა აღმოაცენებს მრუშობის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში. პატივი ეცი მშობლებს. 154,000 მრუშობა აღმოაცენებს ანგარების უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში. არ მოკლა. 154,000 ანგარებიანი ქმედება აღმოაცენებს მკვლელობის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში. შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავის შენი. 154,000 მკვლელობა აღმოაცენებს სიძულვილის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში. შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. 154,000 სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს ბოროტების უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში. რაც შეეხება იმას, ხსენებული ქმედებები თუ როგორ წარმოშობენ უნარებსა და ბეჭდავენ გენურ კოდში, რაც ეგრეთ წოდებულ ხასიათს წარმოადგენს, ამის ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიას. სხვანაირად არ შეიცნობა ცოდვა თუ არა რჯულის მეოხეობით. ვინაიდან ვერც გულის თქმას შევიცნობთ, სულს რომ არ ეთქვა, არ ისურვო. ხოლო ცოდვამ ცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. რჯული სულიერია, ადამიანი კი ხორციელი, ცოდვას მიყიდული. დაუკვირდეთ, რას გვაცნობებს ბიბლიის ეს სიბრძნე. რას და იმას, რომ გამომდინარე რჯულის კანონიდან არ იცრუო, როცა ცრუობ, მისი შედეგი მხოლოდ შინაარსობრივად არამართალი ამბის გავრცელებას კი არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს დანაშაულებრივ ქმედებას, რომლითაც ადამიანის ბედისწერის შესაქმნელი კანონმდებლობა ირღვევა.
ესე იგი, რჯულის კანონის თანახმად, სიტყვას ბედისწერაში ქმედების ტოლფასი მნიშვნელობა აქვს. კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ ეს ეხება ბედისწერის შექმნის პროცესს, მაგრამ რაც შეეხება ადამიანთა შეგნებას, როგორც ცნობილია, რჯულის კანონების მიმართ არავის არ აქვს იმის მიდგომა, რომ ისინი ბედისწერის კანონებად ჩათვალოს. ამიტომაც სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის შემცნობებიც ვერ არიან ადამიანები და შედეგიც სახეზეა. წარმოთქმულ უამრავ სახეობრივი სიცრუით გამოწვეული ის პრობლემები, რაც კაცობრიობას თავს ახევია. ახლა კი მინდა იმ საკითხზე გესაუბროთ, რასაც ბედისწერითი მომკა, ანუ ბიბლიურად უფლის სამართლიანი მსჯავრის მოწევა ჰქვია. ეს შედეგი მაშინ დგება, როცა რომელიმე კანონის 154,000 ჯერ შესრულებას ან დარღვევას აქვს ადგილი. როგორც ბიბლია იტყობინება, ერთსახეობრივი კანონის 154,000 ჯერ შესრულების დრო 7 გენურ თაობას მოიცავს. თანახმად კანონის. შვილონ უთესა უსამართლობის კულებში და არ მოიმკი მას 7 გზის. ხოლო კაცობრიობის მიერ ყველა სახეობის კანონთა შესრულებას კი 1000 გენური თაობა სჭირდება და ეს ბოლო ჟამის პერიოდში მოხდება. რასაც დავამოწმებ კანონითვე, უფლის აღთქმა დადგენილია 1000 თაობაზე. რადგანაც ამჟამად ვიმყოფებით ამ პერიოდში, ამიტომ ადგილი აქვს კაცობრიობის მიერ საუკუნების მანძილზე ნაგროვები ცოდვა მადლის მომკას ფაქტებად ახსულებითი შედეგებით. თანახმად ბიბლიის ამ კანონისა. სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესახა ღრუბელზე მჯდომს. გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი მიწას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებენ სამყაროს კანონზომიერებები ჩვენს მიერ ჩადენილ ქმედებებზე, ეს რომ უბრალო ენით ახსნა, ამიტომ მომიშველიერ ბიბლიურ ცნობას ცისარტყელის თაობაზე. უფალმა ცისარტყელა აღთქმის ნიშნად ჩადუღრვლებში მასსა და მიწას შორის, რათა წყლით წარღვნა აღარ მოეხდინა. ეს ცნობა იუწყება რიგ ცვლილებებს ადამიანურ ფენომენში, რომლის ამოქმედებაც გახდა საჭირო სამყაროს მაფუნქციონირებელ პროგრამაში. ესენია ადამიანთაგან წარმოებული ენერგიის გასაკონტროლებლად დამონტაჟებული ფერთა სისტემა, ისი მტკიცებულებიცაა ადამიანის აურა და თვალის სპექტრი. გარდა ამისა, ძირეული ცვლილებები განიცადა ადამიანმა და წარმოდგა შედარებით უფრო მცირე სიცოცხლის უნარიანობის მქონე არსებად, ვიდრე წარღვნამდელი ადამიანი იყო და 1000 წლამდე არსებული სასიცოცხლო ხანა დავიდა 120 წელზე. ასევე ფიზიკური ზომების თვალსაზრისითაც მოხდა დაკნინება და მაღალი თაობა შეიცვალა დაბალით. განვითარების სტატუსშიც მოხდა ცვლილებანი, რომ მისთვის თუ ადრე მთლიან სამყაროსეული მასშტაბით ფუნქციონირება იყო უპირველესი, შემდეგ პირიქით მოხდა და ყოველივეს ათლა დედამიწური საზომით დაიწყო. რაც ასე უნდა გაგრძელებულიყო სამყაროს ბოლო ჟამში დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებამდე. აქვე მინდა დავწინო ისიც, რომ ძირეული ცვლილებები გულისხმობს სულის დონეზე განხორციელებულ პროცესებს. სამყაროს მიერ ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია დასტურდება ამ კანონით. ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილია. ახლა კი თვისებათა იმ მრავალფეროვნების შესახებ მოგახსენებთ, რომელიც არსებობენ ადამიანებში და ისინი კი ღმერთს არ შეუქმნია. ესენია ფარისევლობა, შური, მსაკრობა, ჭკუასუსტობა, ორგულობა, სიხარბე, ანგარება და სხვა მისნაირნი. როგორ იძლენენ ამ თვისებებს პიროვნებები? მათ შესახებ ვიტყვი იმას, რომ თითოეული მათგანის შეძენა ხდება სამყაროსეული კანონზომიერებების მიერ შეფასებული იმ ქულის მიხედვით, რასაც დაიმსახურებს პიროვნება მცნება და დარღვევის ნიადაგზე შესრულებული სიტყვიერი ან ხელით ქმედების სანაცვლოდ. მაგალითად, ქურდობის უნარი შეიძლება შეძენილი იყოს როგორც ხელით შესრულებული 154,000 თაღლითური ქმედებით, ისე თაღლითობისა და სიცრუის ერთობლიობით შესრულებული რიცხვით, ან და 154,000 გამრავლებული 154-ზე ერთგვაროვანი კატეგორიის სიცრუის თქმით. პირველ შემთხვევაში მიიღება ავაზაკი ქურდი. მეორე შემთხვევაში არა აშკარად მოქმედი, არამედ შენიღბული ქურდი. ხოლო მესამე შემთხვევაში კი პოტენციური, ანუ ფარისეველი ქურდი, რასაც სინამდვილეში სულის ქურდობა, ანუ გონების მიმძინებლობა ჰქვია. ახლა კი გადავიდეთ ცნებების დაცვით მიღებულ თვისებებზე.
154,000 სიმართლის თქმა აღმოაცენებს უანგარო ქმედების ჩამდგენობის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 უანგარობით ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს ერთგულების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 ერთგულებით ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს პატიოსნების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 პატიოსანი ქმედება აღმოაცენებს სინდისის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 სინდისიერი ქმედება აღმოაცენებს თავდადების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 თავდადებული ქმედება აღმოაცენებს კეთილობის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში. 154,000 უანგარო სიკეთის მოტივით ჩადენილი ქმედება კი აღმოაცენებს სრულყოფილი სიყვარულის უნარს და გრძნობად ნერგავს გენურ კოდში. სრულყოფილი სიყვარულის გრძნობით აღჭურვილები კი გონებისაგან ჯილდოვდებიან ჭეშმარიტი რწმენის უნარ-მქონეობით. მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ კარგად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი რწმენა და ფანატიკური რწმენა. როგორც უკვე გაცნობეთ, ჭეშმარიტი რწმენა მიეცემათ მხოლოდ მათ, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ კანონებს დაიცავენ სიტყვითაც და საქმითაც. ხოლო ფანატიკური რწმენა კი ამ კანონთა მხოლოდ სიტყვით მაღიარებლებს, მაგრამ საქმით კი არ შემსრულებლებს, რომელთაც ბიბლია ფარისევლებს უწოდებს და სწორედ მათ შესახებ იუწყება ეს კანონი. თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება, ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნით სიმართლის მსახურად გადაისახებია. მაგრამ მათი ბოლო მათ საქმისამებრ იქნება. თუ რა კატეგორიაზეა საუბარი, ვიმედოვნებ ამას უკვე განმარტება აღარ სჭირდება, ვინაიდან სწორედ მათში წარმოიშვა ანტიქრისტე. რაც შეეხება ჭეშმარიტი რწმენის მქონეთ, ფაქტია, მათ არასოდეს არ ექნებათ ღმერთის არ მოსაწონი სურვილები. ამიტომაც მათ უხდებათ შეწინააღმდეგება ადამიანთა მიერ დაწესებულ ადათ-წესებთან. ხოლო თუ კი ისინი გამოიჩენენ სიმტკიცეს, წინააღმდეგებიან სიცრუეს და სიმართლის დაცვით მოახერხებენ ცხოვრებას, მაშინ ბედისწერისაგან ზუსტად იმას მიიღებენ, რაც რომ მოისურვეს. ვინაიდან ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი კანონებით განსჯის და ემყარება კანონს, ვინც რასაც ითხოვს, ის მიეცეს. ხოლო ეს სამყარო კი იმგვარად არის შექმნილი, რომ იგი მართალთა შემწია, ვინაიდან ქმნილება, რომელიც მის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება ჭეშმარიტი რწმენის მქონეთა კეთილის სამყოფად. აი ასეა მოწყობილი ეს სამყარო და სიბრძნე არც მეცნიერულ-ტექნიკური მონაპოვარით შეიძლება, არც ფულით და არც თანამდებობით. არამედ მხოლოდ ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა საქმით დაცვით, როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს. უფალმა შექმნა ყოველივე და სიბრძნე კი მხოლოდ ღვთის მოსავრთ მისცა. და ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. ხოლო რაც შეეხება სიბრძნეს, ის ყოველთვის საქმეებით მარცლდება, რადგან ღვთის ძალის სუნთქვა და ყოვლის მყრობელის დიდების შეუბრალავი გადმოყვრა. ამიტომაც წაბერძულთაგან ვერავინ მიეკარება მას. ახლა კი განვიხილავ იმას, რომელი მცნებების დაცვა რა პირდაპირ კავშირშია ადამიანურ მგრძნობელობასთან მიმართებაში. არის ცრუ, მცნების დაცვის პროცენტი კურირებს მხედველობას, არის ქურდო ყნოსვას, არის მრუშო შეხებით მგრძნობელობას, არ მოკლა ხმის მტებრს, პატივი ეცი მშობლებს გემოვნებას, გიყვარდეს მოყვასი შენი სიყვარულის გრძნობას, გიყვარდეს ღმერთი შენი ინტუიციის დონეს. რაც შეეხება ამ საკითხის უფრო კონკრეტიზაციას, ის შესაძლებელი არის საკაცობრიო გენეტიკური სქემების გამოყენებით. აქ კი საუბარი გავაგრძელოთ იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ჩვენი თვისებების მიღებაზე წარმოებული ენერგიათა გავლენა ჯერ დედამიწაზე და შემდეგ კი მთლიან სამყაროზეც. რის გასარკვევადაც შეგახსენებთ იმას, რომ მატერიალური სამყარო თავის არსებობას ინარჩუნებს მასში შემავალ ელემენტთა მუშაობის შედეგად წარმოებული ენერგიების ხარჯზე. ენერგიის რაობას განმარტება არ სჭირდება და არც იმას ნებისმიერი სახის ენერგიის წარმოება, რომ საჭიროებს კონტროლს. რადგან იგი მიზნობრივი პროცესია და ამიტომაც მიზანმიმართულად უნდა მოხდეს მისი მიღება, რომ განისაზღვროს ადამიანის როგორც ენერგიის მწარმოებელი ფაბრიკის როლი ამ სამყაროსეულ ენერგიათა ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა ჯერ წარმოადგინო ბიბლიიდან ის ცნობა, თუ რა მისიის შემსრულებლად შეიქმნა ადამიანთა მოდგმა, რომლის შესახებაც ასეთი უწყება ბიბლიაში. ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს რა არის კაცი რომ გახსოვს, ან და კაცის ძე რომ მოინახულე. ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე შენს ხელთა ნაქნარზე მაღლა, ყოველივე დაუმორჩილე მის ფეხთ ქვეშ. მაშა სადამე მომავალი სამყაროს მმართველის სტატუსის მისაღებად ხდება ამ მატერიალურ სამყაროში ადამიანთა გამოწრთობა. ამ სამყაროში ანგელოზები არიან პრივილეგირებული მმართველობის მხრივ და ისინი უწევენ მეთვალყურეობას ჩვენს ქმედებებს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები წარმოვადგენთ ამ სამყაროსეული ექსპერიმენტის მთავარ საკვლევ ობიექტს და ამიტომ ჩვენთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას უაღრესად დიდი უფლება აქვს მინიჭებული. რომელი უფლებაც სამყაროში მოქმედ ენერგიათა კატეგორიის არჩევანს გულისხმობს. ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე ახსნი. მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და დადგენილნი არიან სარგებლობისათვის, მორჩილები არიან. ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ ვარსკვლავების, მზისა და მთვარის ფუნქციონირება მთლიანად გამიზნულია სამყაროს საარსებოდ საჭირო ენერგიის საწარმოებლად. ეს უფრო გასაგებად რო ახსნა, ამიტომ შეგახსენებთ ამ ჭეშმარიტებას, რომ ამ სამყაროში უმიზნოდ და უმიზეზოდ არაფერი შექმნილა. მაგალითად, თუნდაც ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ არ არიან შექმნილი, რომ ღამე გაალამაზონ თავიანთი ციმციმით, არამედ ისინი გაცილებით უფრო დიდი ფუნქციის შემსრულებლები არიან და წარმოადგენენ წყაროს იმ ენერგიათა ტალღებისათვის, რომელიც შემდეგ მატერიალიზდებიან. ჯერ განვიხილოთ დედამიწაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩვენი ბედისწერის აღსრულების დროს, რისთვისაც უნდა გაცნობოთ ის, რომ ვარსკვლავ პროგრამის მატერიალურად განმახორციელებელი არის მზე და სწორედ მის სხივს ჩამოაქვს დედამიწაზე სასიცოცხლო ენერგია. სამყაროს წარმოშობის პროცესიდან გამომდინარე, ცის ვარსკვლავი, მზე და პლანეტები წარმოადგენენ ერთი მთლიანის სამ განუყოფელ ნაწილს. მართალია მზე ერთგვარია, მაგრამ ვარსკვლავები არიან სხვადასხვაგვაროვანი. თანახმად კანონისა, ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ვარსკვლავს ინდივიდუალურად სათანადო სიძლიერის მზის სხივის მიწვდომა სჭირდება საიმისოდ, რომ სამთა კავშირი დამყარდეს. ხოლო რაც შეეხება მზის სხივის სიძლიერეს, მას კი განსაზღვრავს პლანეტებიდან გამომუშავებული ენერგია, ანუ ჩვენს შემთხვევაში დედამიწიდან წარმოებული, რომელშიდაც ადამიანის წვლილი უდიდესია და მისი ხვედრითი წონაც 71.8%-ს აღწევს. მაშასადამე, როგორც კი დამყარდება ხსენებული სამთა კავშირი, მოხდება ენერგიათა კვეთის ფონზე წარმოშობილი აფეთქება, რაც საბოლოოდ მატერიალიზაციით სრულდება. თუ როგორ ხდება ეს პროცესი, მისი დეტალური აღწერა ალბერტ აინშტაინმა შესძლო და მსურველებს შეუძლიათ მისი გაცნობა. ზუსტად ანალოგიური პროცესები ხდება ჩვენსავე ორგანიზმში, სადაც სიტყვა მატერიალიზდება და მას ჩვენ გაგებას უწოდებთ, ხოლო სხვაგვარად რომ თქვა, სიტყვა მიზნობრივად მიმართული ენერგიაა, რომელიც გრძნობებით იმართება და მატერიალიზდება უჯრედებად. სამყაროსა და ადამიანში არსებული ამ სამაგი კავშირის თაობაზე დასტურს იძლევა ბიბლია. სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა, მამა, სიტყვა და სულიწმიდა. და ეს სამი ერთია. სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე, სული, წყალი და სისხლი და ეს სამი ერთია. ახალ კი 2 სიტყვით მინდა ამინდის თემასაც შევეხო. რაც ახსნის იმისეს და წარმოშობის საფუძველს, რომლის გამოც დედამიწურ გარემოს უკვე დაუდგა ის გარემოება, რასაც ჩვენ გლობალურ დათბობას უწოდებთ და რომლის შედეგებიც უფრო და უფრო მწვავე კლიმატური კატაკლიზმების სახით ატყდება თავს რიგ ქვეყნებს. გამომდინარე აქ გადმოცემული ცნობებიდან, ბედისწერის შექმნის თაობაზე და კანონიდან არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია ღმერთმა ადგილი, მაგრამ ადგილიც ხალხის თავს დატეხილ უბედურების თანაზიარი ხდება, მისახვედრია, რომ ქარი, ყინვა, წვიმა, სიცხე ეს კლიმატის ის თვისებებია, რომლებსაც ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფების მიერ მცნებათა დაცვა,
არ დაცვის ჯამით წარმოქმნილ გრძნობათა შესატყვისი ენერგია წარმოშობს. ამ ინფორმაციის სისწორეს ამოწმებს ბიბლიის ეს ცნობებიც. ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა. და რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, რადგან მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები. იესომ შერისხა ქარები და სხვა და ჩადგა ქარიშხალი. ადამიანებს გაუკვირდათ და თქვეს, ვინ არის ეს ქარებიცა და სხვაც რომ ემორჩილება? ელია კი ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა რომ არ მოსულიყო წვიმა. მისი ლოცვით მართლაც არ მოსულა წვიმა ქვეყნად 3 წელსა და 6 თვეს. შემდეგ კვლავ ილოცა და ცა მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. სამყაროც მართალთა შემწია, რადგან ქმნილება, რომელიც თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იგებს და ცხრება მის მოწმუნეთა კეთილის სამყოფად. უფალო, შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან, ვინაიდან უხუთონი, რომელმაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ. გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისაგან დევნილები, ანდა ცეცხლით განადგურდნენ. ასე რომ ეს სამყარო ადამიანური თვალთახედვის გადმოსახედიდან არის უსაზღვროდ დიდი, თორემ ენერგიული თვალსაზრისით საკმაოდ პატარა. ამიტომ რისი შესრულებაც ადამიანს შეუძლებელად მიაჩნია, ღმერთისათვის მისი ასრულება ძალზე დადვილია და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ამიტომაც იმ კი ბედისწერისაგან მკაცრს დასჯა.